Euronesti sesiაზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იუნუს ომარჯიმ საქართველოში ავტორიტარულ პროცესებზე ისაუბრა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კაია კალასის წარმომადგენელიც ოდრონ პერკაუს კიენე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებს კურირებს. თავის გამოსვლაში შეეხო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს და ქართული ოცნების რეჟიმის ნაბიჯს დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. მეწინააღმდეგები მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ფიგურებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას. ახლავე გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრების და პრესის თავისუფლებას. ევროპარლამენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სივრცის შევიწროვებას, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შეუძლია მუშაობა. ასევე მოვუწოდებთ კოლექტიური ზომების მიღებისკენ და ვახსენებთ პარტნიორებს, რომ ევროინტეგრაციის პროგრესი დამოკიდებული იქნება დემოკრატიული სტანდარტების აღდგენისა და ფუნდამენტური უფლებების სრულ პატივისცემაზე. საქართველოში ნაკლებად ოპტიმისტური სურათი გვაქვს, სადაც დემოკრატიულ უკუსლას მოჰყვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარმოადგენს პირდაპირ შეტევას დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპზე, რაც სერიოზული ღელვის საგანია. გაიხსნა ევრონესტის პლენარული სესია, სადაც არ არიან რუსული ოცნების წევრები წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთი დასტურია მათი საერთაშორისო იზოლაციის, რადგან მათ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია და აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას სახელით ისაუბრა, ის სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს იმ ავტოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დგამს და ასევე მოითხოვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ისაუბრეს ასევე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, მათ შორის კაია კალასის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ამ რეჟიმის პირობებში არ აქვს.